აი, ოქროსფერი იდეალურია რა. სპეციალურად მაგისტრის დამზადდა. ხაშლამის ნაჭერს ნივაში ცვლიდენ რა. ნივაში ხო წარმოგიდგენ. აი ეს ახლა გასაცვლელია დამიჯერ. აბა, ჩემო ირაკლი, გაგიმარჯოს და ჩემო ჯიგრებო დღეს გეტყვით რა როგორ შექმნით. მოგესალმებით. ქათმისვაც გავაკეთებთ როგორც იცი, აი ბილზერბილს რა, ამერიკულ სტილში გავაკეთებთ ამას. ანუ რა თქმა უნდა, აგერ არის საუკეთესო ქვევრის ღვინოები, ჭაჭა, ყველაფერი ავტოსმარნიდან. ჩვენმა ირაკლიმ მოგვართვა და დავაგებოვნებთ ამას რა და ვისაუბრებთ ღვინოზე, ყველაფერზე, პურმარილზე, კაცობაზე, კაცობაზე. რა თავარია, რაც არის ყველაზე მთავარი და ეხლა დავიწყოთ რა, დავიწყოთ. გიგენაცვალე. დავიწყოთ, აგერ ცეცხლი დანთებულია და განახებთ მე თქვენ, არაფერი დიდი ის არ ჭირდება ბასტურმა და საათობით. 20 წუთში მოვამზადეთ ქათმის წვას და გამოვაი ფაფუკი. ესე იგი ჩვენ რა გვაქვს დღეს წარმოდგენილი? მწვადი და ღვინო რა? მწვადი ღვინო, ჭაჭა პეტნატი. ჭაჭა პეტნატი. რა ვიცი, ყველაფერი გვაქვს წარმოდგენილი რა. გიგენაცვალე. თავარია ჯანი, ჯანი. თავარია ჯანი. ჯანზე ვართ. ფილეებია ქათმის და რაც უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ჯერ ნუ შამპურის ზომაზე უნდა დავჭრათ რა ეს ფილეები რა. არ უნდა ამას არ ძალიან პატარა ნაჭრები და არ ძალიან დიდი ნაჭრები, აი ესეთი ნაჭრები უნდა დავჭრათ ფილეები. საშამპურეთ. რო გამოგვივიდეს კაი ნაჭრები. რა თქმა უნდა გარეცხილი ეს უნდა გარეცხოთ, წყალი გადაავლოთ. და სანამ აგერ მე ახლა ამას დავჭრი, უბრალოდ თითქმის დავჭერი, მაგრამ ირაკლის უთხრათ, აბა რა შემოგთავაზებს ცოტა აბიგლუკოზა. მოდი ჩვენ ახლა პირველ რიგში გავსინჯოთ ოქროს ჭაჭა, რომელიც ეს არის ჩვეულებრივი ჭაჭა, დავარგებული 3 წელი მუხაზე, ესე ვთქვათ, მაგრამ აქ კიდე გვაქვს ჩვენ ინოვაცია, რომ ეს არის შებოლილი. აი გარი თავარი. ხო და ანუ შებოლილი ძალიან მარტივი რეცეპტია, ანუ წვავთ მუხის ჩიფსებს და უყრიეთ და ესე ბოლის ეფექტი აქვს კიდე შიგნით. ჩაბოლება ძალიან უხდება, რომელიც მე ალკოჰოლი, ესე ვთქვათ, ჭამს ამპულს და ანუ შიგნით შედის რეაქციაში რა. ამ შემთხვევაში ახლა მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ექსპერიმენტია ეს ჩვენთან ახალია და შენი ექსპერიმენტები ამართლებს ხოლმე. ხო, რაღაცა და მეც რაღაცა მაინტერესებს ახლა შენთან ერთად. ნუ დავიწყოთ ამით რა. აბა ერთი ჩამოვუშვათ. ხო იცი შენ. დალოცვა ჭირდება ყველა საქმეს დასაწყისში რა. რაღაცა სუნი აქვს რა თავარი. აი გემოცნახოთ. ეს მუხის ჩიფსებია ხო? მუხა აუცილებლად კი. მოიცადეთ თქვენ არ გაცდეთ მოგართმევთ. არა, რასაუბრობ? ხო, აი ახლა თან მინდა კიდე უთხრა, ამას წინათ იყო შეკითხვა დასმული. ხელთათმანებიო, აი რატო? ხელთათმანები რატომღაც გონიათ, რომ ერთ ხელთათმანს ხმარობთ. მარტო ერთი იგირეცხება. აგერ არის და ერთი რაღაცის გაკეთების დროს ნუ ჩვენ გვიწევს მინიმუმ 5-6 წყვილი ხელთათმანის გაკეთება. აი ღმერთმა სიხარული, გაიხარე. ჩემო ნახე რა ბუშტები გაიკეთე. ერთ-ერთი ესეთი რა პირველად ნახე კაც. ვა, ძალიან ლამაზია. ძალიან იშვიათი მოვლენაა სხვათა შორის. ეს მარგალიტები რა. მარგალიტები აი მარგალიტები. გულით როა გაკეთებული, გულით როა და სულით როა და სიხარული და სიყვარულით როა გაკეთებული, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ მე ვიტყვი რა, გაუმარჯოს ჯიგაროს მარანს. შენს მარანს, შენს უბრალოდ მარანს შენსას და ეზოს ჩემს არა შენი მარანიცაა კულინარიაცაა ნუ ყველაფერია შენი ოჯახიცაა და მოდი გაუმარჯოს ჩვენ ქვეყანას შენი ოჯახის თამადობით აბა გადავკრათ ჩაი არა რევიზიასავით ჩაი არა კარგია ეხლა აი პოლიც დატოვა რა. დატოვა. კი, მაგარი არომატები აქვს. სხვათა შორის და რამდენი გრადუსია შენ ამბობდი მაშინ 50 ხო ეს? ეს არის 50 გრადუსი, იმიტომ რომ მეტი არ არის საჭირო რა 50 გრადუსი. მეტი არ არის საჭირო. ხო, საერთოდ ნუ ადრე კომუნისტების დროს იყო 42 გრადუსი რა. ეს იყო ნორმა დასაშვები. ახლა რა თუ არ აღზევს? ჭაჭას და კონიაკიც რა. ხო, მაგრამ არაყი ხო სოფლებში და იმაში არის. ხო, ნუ ნახად იცი რა არის, ხა ეს უკვე გემოზე ვის როგორ ანაირად რა, მაგრამ საერთოდ როგორ არის, იცი რომ მისართმევად რო იყოს მარტივი ადვილი 42-დან 50-მდე. მაქსიმუმ 50, ხო. სასიამოვნო თორე. აი სასიამოვნო, იმიტომ რომ 60-70 უკვე ეხა თუ გინდა რომ არომატი შეიგრძნო რა ამ შემთხვევაში. ნუ ეს არის რა. გასაგებია, ეხლა მოდი მე სანამ ჩვენ კიდევ
რაღაცას დავაგემოვნებთ, უცებ ავხსნი ჩვენს ჯიგრებს, მაყურებლებს. ხშირად არის ხოლმე კიდე რას ამბობენ ხოლმე, იცი ირაკლი? შენ რამე გაგვიმზადე მანამდეთან და მიდი შენ სანამ რაღაცა მანამდე ხშირად არის ხოლმე ესეთი რამე იციან ხოლმე. რა თუნდა კაცო ის, რა თუნდა რაღაცეს, რა ქვია, მარინადი და რაღაცა და კარაქი და ცხიმი რა. მარილი მიცხე და არ არის. ეს ერთადერთი მარილის მიცხება და არის ეს აი ღორსო დაკლავ იქვე. იქვე რო წალამი და გაიშლება და ის ღორიც ერთი 80 კილოს ზემოთ რო არის, სუფთა ხორცი და ის კახურად რო იწვება, აი იმას არაფერი არ უნდა. მაგრამ როდესაც ჩვენ ქათამზე ვსაუბრობთ, რომელიც არის ესეთი მშრალი მასა რა. ყველაფერ ხორცს, ყველაფერს წვავს ერთადერთი რამე რა. ეს ერთადერთი რამე არის ცხიმი. ცხიმი თუ ჩვენ ამას არ მივეცით, გამორიცხულია. ამიტომ ეხლა რას ვაკეთებ ჩვენ რა? აი ესეთ იმას ვიღებთ პატარა, გინდა ტაფა, გინდა ისა და ბევრიც კი არ არის, შეხედეთ რა, აქ არის რაღაც 20 გრამი, 30 გრამი კარაქი. ოდნავ აი ამ კარაქს ვამატებთ ზეთს. ამერიკულ სტილში ყოველთვის ხოლმე ხმარობენ ამაზე დაფქვილ ნიორს, ხმარობენ ამაზე კიდე რაღაცებს, მაგრამ აგერ მაქვს მე ქართული აჯიკა, სადაც ნიორიც არის, წიწაკაც არის. წარე ყველაფერი, ამიტომ აი ამბობ თქვი რომ ეს არის კოჰაბიტაცია, ამიტომ ჩვენ ამას აჯიკას ესე უზამთ გემრიელად და კარგად. და ესეც არის ბარბეკიუს соуსი, ეს ამერიკული ვარიანტია. უნდა უქნათ აუცილებლად ბარბეკიუს соуსი და ამას დავამატოთ აი ესე ოდნავად სოიოს соуსი. თავში ამას მარილს ჩვენ უზამთ აი ოდნავად რა, რომ უბრალოდ გემოები გახსნას, ოდნავად მეც არ უზამთ რა. და ესეც რატო? ესეც რატომ? იმიტომ რომ მარილ ხორცისგან პირდაპირ წვენს გამოაცლის და გამოაშრობს რა. მარტო დადების დროს უნდა ესე იგი ვნახოთ და გავაკეთოთ ეს და ყველაზე მთავარი ახლა რაც არის, ჩემო კარგებო, ავიღოთ ახლა ჩვენ აქ ერთ შვენიერი როზმარინის. ეს კარგია, გასვლა არ გჭირდება, რა ყველაფერი აქვე გაქვს რა. როზმარინის აგერ. და ეს როზმარინის ნატეხიც აი ესე ლამაზად ჩაუფინოთ. ეხლა არაფერი ერთი წამით. თან არის, იცი, მოდი ვთქვათ ათში რა. აი გარემოა ისეთი. ხო, ისეთ ბუნებაში ეხლა შენ ისეთ ბუნებაში ხდება სპორტსელდება. აი იგი რომ აქ ყველაფერი არის შეიძლება გემრიელი. ხარ მე სანზონელი კაცი. ხო, თან აი ქალაქშია რა. ქალაქის შუაგულში ეგეთი ჩიტები ნახე. საოცრებაა რა. მართლა საოცარი ეზო, საოცარი გარემო. ჩიტების ჭიკჭიკია რა. კი. მიმინოებია ხანდახან დილა. მიმინოები მინახია რა. სხვათა შორის ოფოფი და რავი რა. ხო, სანზონა როგორ იყო სანიტარული ზონა. აი პირველად ხეხილიანობა იყო, ანუ ფილტვები იყო თბილისის რა. ნუ არის რა შემორჩენილი რა, ესე ვთქვათ რა. ესეთი თემაა რა. ესე იგი ახლა ჩემოჯიგრებო, აი ეს უნდა შევათფოთ რა ოდნავად რა. ნუ შევათფოთ როგორ რა, რომ გავღვეს ეს ყველაფერი და თავისი გემოები, აი როზმარინმაც გაუშვას რა გემოები. აი ეგ ცოტა ხანის ერთი წუთი რო დავდოთ ეყოფა. სანამ შევაზავებთ. ირაკლი რამე ხო არ მოგვიმზადე კიდე შე. მოდი ახლა ჩვენ რა ვქნათ იცი, გავსინჯოთ ქვევრის კაწითელი მწვანე. ქვევრის კაწითელი მწვანე. ერთად. კუპაჟი აბა რა, იმიტომ რომ აი მწვანეზე ვისაუბროთ რა. იცი რა, მარტო მწვანე ესე ვთქვათ რა, მარტო მწვანეზე რაზე ვისაუბროთ, იცი მანავის მწვანეა თუ უბრალოდ მწვანე? არა, ეს მანავია. მანავია. ხო. აი ირაკლი რაღაცა. აი ეხლა. მაიცადე. ეხლა ეს ცოტა ანტიფონს კი რაღაც, აი ეს. ხო. ხა. ეს რა დაგვემართ? მოდი. არა, მოვიდა, всё. ხო. ეს ცოტა ის აი რა ქვია. როგორც ვიტყვია, აპ. აბა, ხო, მოკლედ რა არის ეხლა? ეს არის კაცით, ეს არის ქვევრის რა. ეხლა ნენელათან ვიტყვი ყველაფერს, ანუ რა ხდება რა. ყველაზე მნიშვნელოვანი რა. გადაავსო თორე ნახევარი ლიტრიანი. ჩიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ეხლა რა ხდება, ჩემო ძმაო. იცი რა, ქვევრის ღვინოს რაც შეეხება, აუცილებლად. ეხლა თუ აქ შენ თიხის გემოს ვერ გრძნობ, ხო? მაშინ ეს ქვევრი არაა. ანუ ყველა ვარიანტში თიხა უნდა იგრძნო. ყველა ვარიანტში თიხაში, ქვევში ჭაჭამ უნდა გაფილტროს და უნდა მიიღო ეგეთი ფერის, ანუ აბსოლუტური გაწკრიალებობა. ჭაჭა არის ერთ-ერთი ხო? რაც ფილტრავს. ბოთლში ჩამოსხმას რაც შეეხება, მე არ ვეთანხმები რაღაცა ეხლა
არის ქარხნები, კი არა, ბევრი აკეთებს, რომელიც ახლა ეს რაღაცა იკლორება, შემდეგ რაღაც რომ რაღაცა ლექი არ გაიკეთოს. იცი რა, ბუნებრივია და შეიძლება ცოტა ლექიც გაიკეთოს რა. აი ეს არის პრინციპი. აი ეს არის ჩემი პრინციპია, რომ აუცილებლად ჩემ ღვინოს შეიძლება ცოტა ლექი კონდეს, მაგრამ ხე მოდის ძარღვები, აი. არა, ეს ახლა ეს როგორ არის, იცი? ეს გამოსახავს თვითონ რამდენად არის ალკოჰოლი, რომ ეს არის როგორ არის იცი? მაჩვენებელი. ეს რამდენი გრადუსია დაახლოებით 12.9 არა, ეს არის 11.9. ხო, იმიტომ რომ სადღაც პროცენტობა ქონდა შაქარს 23 და კაროჩი ნორმალურია რა, მოკლედ, ნორმალურია. აბა, ვინც გვიყურებს ახლა? ვინც გვიყურებს? ვისაც კაი ღვინო უყვარს? ვინც კაი ღვინით დალოცვის ღირსია? ყველას გაუმარჯოს, ჩემო ირაკლი. უცებ დაუმატებ ერთ რამეს, ჩემო ჯიგრებო, ჩემო საყვარლებო, ერთი ახალი არხი გავხსენი, მუსიკალური, იმიტომ რომ პურმარელს ისე არაფერი არ ხდება როგორც მუსიკა. კი ბატონო, ცოტა ხელოვნური ინტელექტის დახმარება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მუსიკაში, თორე ყველა ტექსტი აბსოლუტურად ის არის, რა ქვია, ჩვენი შექმნილი, ჩვენი საძმოსი, პირადად ჩემი ზოგიერთი, ძირითადად და გამოიწერეთ. კომენტარში დავდებ აუცილებლად. ასე რომ სიმღერაც არის უკვე პურმარელთან ერთად. შენ გამომწერებს აი, ვეღარ მოასწრებდე, აი, მიფინო გაფრინდა ეხლა. შენ გამომწერებს გაუმარჯოს, საჩი. ყველას, ხო, ძალიან კაი ხალხია. ჩვენ ქვეყანას ყველას გამომარჯოს, ემიგრანტებს კიდე, რომლებსაც ეს რა, იმიტომ რომ ხარიათ ხო. ცოტანი ვართ რა, ცოტანი ვართ და არ შეიძლება სხვანაირი მოპყრობა ერთმანეთის მიმართ. შემოგივლით, გაუმარჯოს, აბა დავაგემოვნოთ ეს დიდებული ღვინოც. წინვალე, აი ეს რბილი ძალიან. ხო, ანუ ის მწვანესი სიგრძნობა, რა ქვია ეს. არა, რა თქმა უნდა. იცი რა, აქ პრინციპი რა არის, როცა ჭაჭა ბოლომდენ წავა, ესე ვთქვათ, კიდე პერიოდი უნდა 1-3 კვირა უნდა იყოს ღია, რომ ალკოჰოლი აორთქრდეს, გესმის, რომ ეს სირბილე ხო, სირბილე შეინარჩუნოს რა. მოდი უცებ რო გითხრა, უცებ რო გითხრა, ირაკლი კიდე არის საუბარი, ბევრმა მეღვინე საუბრობს ამას, მით უმეტეს ქვევრზე არის საუბარი, არა იმაში უკვე ბუტებში და იმაში არა. რომ აი თავი ღვინო, შუა ღვინო, ძირი ღვინო, რა განსხვავებები ამაში? განსხვავება ისა უყურე, ეს არის პირველი ნაწილი, ესე ვთქვათ რა. ეს ამოღებულია პირველი ნაწილი, აბსოლუტურად გაწკრიალებული რა. ანუ ყველაზე მაგარი ხარისხის ზედადონია. ხო, შემდეგ არის ოდნავ ესე ვთქვათ შუა დონეა არ არის გაწკრიალებული, იმიტომ რომ იქ უკვე შერეული ესე ვთქვათ ჭაჭის მასები და ნუ ბოლო უკვე ისეთია რა. ნუ რა თქმა უნდა ყველა ღვინოა, მაგრამ უკვე ხა რეალურად უნდა ჩაილიო გადაფილტრო. ერთ ქვევრში არ არის საუბარი რაღაც სხვადასხვა იმას. არის თავი საუკეთესო, შუა, ხო, როგორც ღორის ხორცი რო ავიღოთ მაგალითად და საკოლის ხორცი, რაღაცა ისეთი ასეთი, ის არის პირველი, ის არის. ანუ ვიკამ არაფერი, მაგრამ სხვადასხვა ღვინო. ეხლა ჩემი პრინციპი რა არის? ჩემი ქვევრებიდან ვიღებ ანუ პირველ დონეს და რაც არის ანუ ბოთლში ჩამოსასხმელი, აი ეგ არის რა. პირველი დონეა ბოთლში, ანუ აბსოლუტურად ნატურალური. აი ახლა მე მინდა ერთი წამით ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს, აი ნახეთ უკვე ეს გალღვა, ჩემო საყვარლებო, აი ესე. მიიღო ამან უკვე ესე და ეხლა 1-2 წუთი ვაცადოთ, ცოტა უბრალოდ ელემენტარულად ცოტა შეგრილდეს და აი ეს მასა მე უნდა დავასხათ უკვე ჩვენ ქათმის იმას რა ქვია, ჩვენს ხორცს რომ ყველაფერი ეს შეითვისოს და გახდეს მე უკვე შეწვის შემდგომ ძალიან გემრიელი და რბილი. ესე. ხო, ანუ გასაგებია, ძალიან საინტერესო თემაა, რომ ერთი ქვევრიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ხარისხის ღვინო. ხო, სხვადასხვა ხარისხის ღვინო. აი ეს ანუ ეს არის პირველი ხარისხი, მერე მოდის მომდევნო ხარისხი, ანუ შუა ხარისხი და ნუ ბოლო აი სადაც უკვე გადაფილტრა ჭირდება, მაგრამ ნუ ეს არის აბსოლუტურად გამიმარჯოს. წინვალე ღვინოა ნამდვილად. ეს არის პირველი ხარისხი. ეს არის პირველი ხარისხი, ხო. ჩვენს პირველი ხარისხი გვიყვარს ყველაფერი. გაიხარეთ. და მინდა გითხრათ ყველაზე სასწაულებრივი ასევე, აუცილებლად კომენტარებში მე ამას დავწერ, ვისაც კარგი ღვინო გინდათ, მართლა ქვევრის ღვინო და ეხლა რა თქმა უნდა საქართველოში ბევრი ადგილია რომ ბევრი ძალიან კარგი მეღვინეა, ძალიან კაი მეღვინეა, მაგრამ აი თბილისში თუ გინდათ და მართლა ადამიანი რომელსაც თელავში პატარა ვენახები აქვს და აი არჩევს ყველა მტევანს, ხო? შეგიძლიათ ავჭალაში მიხვიდეთ და ნამდვილი ქვევრის ღვინო, პეტნატი, ისა ეს და თან გეტყვით რა, აგერ არის ძმა ჩემი და იცის რა, რეკლამა არ არის, რამ ღვინოს რეკლამა არ ჭირდება რა. და მე რეკლამას ვაკეთებ ძალიან იშვიათად. რეკლამას კი არა, თუ ვამბობ რომ კარგია, ესე იგი მე ვსვავ რა. იმას არ არა, იმას ჭყაპუნაზე არა. იცი რა, შენ იცი ჩემი დამოკიდებულება აი ამ სფეროს მიმართ რა. მე მირჩევნია ცოტა ვაწარმოო და იყოს ძალიან მაღალი ხარისხი
ესე იგი ახლა ვიღებთ აი ამას ჩვენს როგორც სიტყვიან გაკეთებულ მარინადს. შეკრილად ესე დავდოთ და ეს ახლა უნდა ჩვენ გადავურიოთ რა. ამას არ ჭირდება არანაირი რო იჩიან ხოლმე მთელი ღამე და დღე და რაღაც ესეც უკვე შეგვიძლია აღარ გჭირდება, იმიტომ რომ ამან გაუშვა თავისი გემოები. და ამას ხოლმე ცოტას მოასხავენ ხოლმე ამერიკელები ვისკის. მაგრამ რა ის ქართველები ვარ ჩვენ და რითია ჩვენი ავთოს მარნის ჭაჭა ნაკლები. აი ერთი 30-40 გრამი ოქროს ჭაჭა აი ესე ხელზე. შენ გამაჩერე. კიდე. всё, საკმარის. აი ეხლა ეს მე მგონი ძალიან დაარბილებს და მოუხდება. ეს ძალიან დაარბილებს, მოუხდება და ამ მოუკაცრავად ეს სუფთა იყო, არი ფიქროთ. სუფთა გვაქვს ყველაფერი კულტურულად და ამ ყველაფერს ეხლა ჩვენ დავა ერთი აი ეს ხედამოვიწყო და აი ესეც არის გემოვნების ამბავი და მე ძალიან მომწონს და აი ეს ბევრი არა რა, აი მან ლიმონმა არ უნდა წაიღოს. აი ეს ნახევარი ლიმონი შეგვიძლია გადავაწურულოთ ზედ რა. აი ახლა 1-5-10 წუთი. მეტი არ სჭირდება ამას. 5-10 წუთი მაქსიმუმ. ცეცხლით ჩაიწვება, შამპურზე ავაცმევთ და მორჩენილი ამბავია რა. ეგარი დავალაგებთ და ნახავთ როგორი გამოვა მე რა. აი ახლა ნახეთ ხო სულ 10 წუთიც არ გასულა და ახლა უბრალოდ ავაცვლოთ რა ეს ყველაფერი შამპურებზე. 6 შამპური გვაქვს, შაშლიკ, არ გეგონოთ თქვენ რუსული. შაშ ეს არის სპარსული სიტყვა 6 ნიშნავს და საერთოდ კაია ხოლმე იძახდნენ რომ 6 ნაჭერი უნდა იყოს ხო იცი ირაკლი იმაზე შამპურზეც რა 6 შაშ იმიტომ რომ 5 ცოტა 7 ბევრია ან უნდა იყოს 6 6 უნდა იყოს და მარილს აი დადების დროს მოვაყრით რა რომ მანამდე არ გამოგვიშროს ვა შაში თქვი და 5 ამიცვია კაცო მოდი მივამატოთ ერთიც რა რაღაცა ძალიან გაჭრა შენმა გაჭრა კი მოიტანა მოსატანი მოიტანა გაჭრა კაცო გაჭრა მაგრად გაჭრა ესე გაჭრა და ზოგადად რა არის ახლა წარმოიდგინე შენ რატოა ღვინოსთან ერთად მისაყოლებელი ხემსი ძალიან უმნიშვნელო მისაყოლებელი რატოა გემრიელი ამ დროს აი მივაყოლოთ ხო აი არა მე რას ვიცახი იცი რომ არა ძალიან ისე თეთრი თუ შავი ღვინო უფრო რას ყველს შავი ღვინო ხო არ გამზადებ ხო ისე შენ ერთსა სანამ მე შამპურებს ვამზადებ მოდი გამომზადოთ ახლა ჩვენ გამომზადოთ საფერავი ნახე ქვევრით რამე აქეთ იქეთ ესეც ქვევრის ხო რა თქმა უნდა ჩემოჩი რა თქმა უნდა შემოგული აია და როგორი ლალისფერია ხედავ? თავარია ჩვენ მე გაუძლო იმას შეწვა მოვასწრო მე მგონი შეწვამდე მივალთ რა მაიცოდი შენ არ გაცდე? არა ჯერჯერობით ჩემო შენ არ გაცდე? ჯერჯერობით ჩემო ირაკლი ჯანზე ვართ მაგთან საქმე კი არა უფრო ცოტა მეცაც რამე რო იყოს აქეთ იქით შევძლებ ამ ახსენდება 30 წლის უკანდელი ამბავია აი ამ სახს რო აშენებდით ეთი ძალიან კაი კაცია ესეთი ნოდარი ჯანყარაშვილი ხო და ცხონებული ბიძაჩემის ესა მეგობარი ის დიდი ხანი აცოცხლოს მერთმა ცოცხალია ჯამთელია და მერთმა კიდე და აი რო ჩამოდიოდით რაღაცა ცოტა ესეთი კიბე იყო რაღაც იყო ხო ეს მშენებლობის დროსა და ხელი გაუწოდე ნოდარი ბიძია რამე ვეუნები ხო არ გინდა დახმარება რასომ გინდა აქო ესეთ რამებსაც გავაკეთე აი ჯერ რას ლაპარაკო ისე ეგ შემართება ეგ არის ერთგვარი შემართება ადამიანის თუ სტიმულია ნახე როგორ აშენდეს ეს მეოთხე ააცა უჭირს და არა ეხლა არა უჭირს მეთქი ხო ეყოფა სიგრძეში დაალაგება შაში შეგიძლია თან დააგემოვნო კი ეხლავე აი შაში გამოვიყვან და დავაგემ შაში გამოვიყვან შაში
რუსთაველმაც ხო თქვა, რაქნას კარგმა მონარდემა თუ არ მისცა დროზე შაშიო რა. ხო და ეგრეა, კაი პოვარი მეთქი უკაცრავად, ზარეულიც ხო იცი როგორა. თუ კაი ხორცი არა აქვს, რაღაცას კი გამოიყვანს, მაგრამ ხო იციან ხო, მაინც ვერ გამოიყვან, არ დაიჯერ. როგორც აი ესა რა ქვია ეხლა უწამლი ყურძნისგან ხო საფერავი. არა არსებობს რა. ეხლა აი ყურძნის შეიძლება ცუდმა მეღვინემ, კარგი საფერავი გააფუჭოს. იცი რა არის? შენ თუ თავშივე ვენახს არ ჩაერიე? ხო? შეიძლება გააფუჭოს. იცი რა, იყვნენ ჩვენი წინაპრები, რომლებიც იყო იწამლებოდა ვენახი შავი აბნით რა. ხო. მარტო შემოვიდა ბორდო, ანუ კირი დაემატა და ეს იყო რა ძირითადი შეწავლის მეთოდი იყო ეს რა და არ ჭირდება რა რაღაცა ველოსიპედის გამოგონება. გააკეთე რა, როგორც ის ხალხი აკეთებდა რა, როგორც ის ხალხი აყენებდა ღვინოს რა. დღეს გახდა რა, ვიცი 1000-ნაირი წამალი და აი კიდე ერთს ვიტყვი, რომ არ შეიძლება ამ პლასტმასის ჭურჭელში, როგორც ორშრიანია, სამშრიანია ხალხო, ეს არის საწამლავი, დაიმახსოვრეთ. იმას იმხელა ტოქსინები აქვს, იმხელა დუღილის დროს. ღვინო საერთოდ შელის. არა, ღვინოზე არ არის, ნუ რაღაცას მიიღებ ხა. აი, მე რასაობს ეს წყალიო, ხო კიდე შეიძლება ღვინო. არაფერ შეიძლება რა. საერთოდ პლასტმას შლის. იმიტომ რომ წარმოიდგინე ის არაფერი ორშრიანი არ არის. ეხლა მე ანტირეკლამას არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ ვიძახი რომ ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ ის დუღილის დროს იმხელა ტოქსინები გამოდის. ერთი შამპურსაც მეზე დავამატებთ, მაგი არ არის პრობლემა, გადავდოთ გვერდზე და აბა შემოგიერთდები. ამიტომ ყველაზე მაგარია თუ არ არის ხო ქვევრის საშუალება დაუშვათ უჟანგავ ჭურჭელში თუ არა შუშაში რა რაღაცა შუშა. ხო, შუშაში საერთოდ. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. მაგრამ მოდი ხა ინფორმაციულად შენს მაყურებელს უთხრათ. ძველი 20 ლიტრიანი ბოცებს რასაც ეძახიან, აი მაგას ახლა შეიძლება მაყურებელი ვერ მიხვდეს, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იცი რა, რესურსი აღარ აქვს რა მაგ ბოცებს რა. რესურს რას ვეძახი? რესურსი, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან ადრინდ, ეგ არის ქვიშისგან კეთდება რეალურად. ხო და აი უკვე იშლება, ესე ვთქვათ რა. იმიტომ რომ პლასმას მაინც ჯობია. რა თქმა უნდა, უბრალოდ ხო, უბრალოდ თუ მანდა მაინც ოციანებში დააყენებ, ჩემო კარგებო, იყიდეთ ახალი ოციანები, სქელი ოციანები, რომელიც დათხელებული არ იქნება და ძირი არ იქნება დათხელებული და იქ შეგიძლიათ დააყენოთ, იმიტომ რომ არის მინაც იღლება. არა, იღლება, იცვითება, იმიტომ რომ ქვიშაა, ჩვეულებრივად და ორთქლდება რა, ესე ვთქვათ. ანუ ქვიშა, ხო ის მართალია ქვიშაა. ანუ ქვიშისგან კეთდება რა. რას გეტყვი ჩემო ირაკლი, რას გეტყვი? წავხემსო ცოტა თორე სანამ წვადი კი, მაგრამ იმისავით არ გამოვიდეს. თლა დედა კი მყავს გურული, მაგრამ სანამ როგორ არისო ისავ. სანამ ინდოური შეიძლება, ინდოური. ეს არის ჩემი საყვარელი სადღეცელო, ეხლა იქ რაღაცა გური ახსენი შენ და ჩვენ კუთხე კუნჭულს გაუმარჯოს. კუთხე კუნჭული, ეს მე იმერელი ვარ და ესე იმერულად რაღაცა კარგად ჟღერს რა. შენ კუთხე კუნჭულს გაუმარჯოს. ჩემ კუთხე კუნჭული, იცი რა, აი ეს კუთხე კუნჭულებისგან შეიქმნა ქვეყანა და თბილისში და წარმოდგენილია კუთხე კუნჭულის საზოგადოება ესე ვთქვათ რა. იმ ლექსის ვინც დაწერა რა უცებ ხა დამოვიწყდა გვარი და სახელი, მაგრამ ეს არის სასწაული. ქართკახეთი, იმერეთი და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა და თან მაგის დიდ იმაში რა ქვია ვერსიაში, მაგას ხო იცი დიდი ვერსია აქვს. ყველა სამცხეც არის, ათაბაგოც, რაჭაც, ყველა მოხსენებული და ყველას გაუმარჯოს რა და მათთან ერთად კიდე ვისაც საქართველოს უყვარს. აზერბაიჯანელი იქნება, სომეხი იქნება, ბერძენი იქნება თუ ნებისმიერი. აი ვისაც საქართველოს უყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა მე აზერბაიჯანელები ვიცი და სომხები არანაკლებ უყვარს საქართველოს ვიდრე ქართველებს. რას ლაპარაკობ, ვენაცვალე ყველა შემოვლი რა. აგემრიელი პური მოგვიტანა ირაკლი მოგვართვა სვათაშორის თავისი თონიდან გამოიტანა ხოშიანები, პატარები, ლამაზები. ხო, ეგეც იცოდეთ. თუ იმეს გიყვართ იქ შეგიძლიათ, ოღონდ ისე არ არის ხოლმე სულ დაბრუნილია შაბათკვირა, მაგრამ შეგიძლიათ დაბრუნოთ რაღაცა და თავისი ხო, რა თქმა უნდა, რაღაცა თონიში ამოკვრის მასტერკლასი ესე ვთქვათ, რაღაც დაგეგმება. იაფი არის, მაგრამ არ ძალიან ძვირი არ არის, იმიტომ კარგი ყველაფერი ცოტა იმასთან არის რა, მაგრამ ყველაფერი არის ნატურალური. შემოგევლით რა იხარ. პატრის შემშენ აი იმიტომ რომ აი მაშინ არ უნახეთ ჯერ მარტო შე როგორ არჩევ ღორის ხორცს, აი თიანეთის ხორცი რომ მოგაგდა. არა, ხო, იმიტომ რომ იქ ჩარე. იცი რა, თუ გინდა ყველაფერი ხარისხი გამოვიდეს, ხარისხიანად უნდა მიუდგეთ რა. როგორც შენ უდგები რა, შენ ამბებს. ეს მაგარი. ხო, ეს ძიმია, საფერავი რაღაცა ისეთია რა. აი ღირსეულ აი ცოტა რუსული სიტყვა უნდა ვიხმარო. არ დამკითხოთ. დასტოიდია რა, ეს დასტოინი უფრო უხდება რა. ნუ ღირსეულია რა. ღირსეული, ხო. ხო, ღირსეულია რა და აუმარჯოს ღირსებას, ადამიანობას, კაცობას გამოვას რა. გააწვლა. ეხლა აი ჩანაკვეთს კიდეც, მაგრამ ეს პატარა წალამი ზემოდან რომ აიც ციფელა, განარამე სხვა არის, მაგრამ აი ეს მისცეს თავისეული ლამაზი, კარგი ის რა ქვია.
არომატი წამოიღებს უცებ დიდი ხანი ამას არ უნდა. იცი რა, წალამი ხორცის მეგობარია რა. კი რა. თან არის აი ქართული მას აი ხო, აი სხვა არის რა. სხვა გემოსაძლევს რა. აი მაგით განსხვავდებით ჩვენ, რომ აი სასწაულია რა წალამზე იწვება რა. კი, ამერიკული ვარიანტია, მაგრამ კი, ხო. მაინც რაღაცას ქართული სიმბოლიკები აუცილებელია. არა, აქ ჩვენ ბევრი სიმბოლიკა ქონდა. ჭაჭა, ქართული ის რა ქვია, აჯიკა. და ბევრი სხვადასხვა რამე რა. მოკლედ, აი ესეა რა, პატარა ის წალამი ზემოდან აი მას თავისებური მას არომატს მაინც მისცემს რა. ეხლა პრაქტიკულად ეს უკვე 1 წუთში გამზადდება. წალამი ნუ მალე იმაშობა და ეხლა უკვე შეგვიძლია მოვაყაროთ მარილიც ნელ-ნელა ჩვენ სამწვადეს. აი ახლა უნდა მოვაყაროთ პრაქტიკულად აი 5 წუთით მაქსიმუმ სანამდე დავდებთ რა მარილს, იმიტომ რომ ეხლა მარილს მიიღებს და არ იმასიზამს რა ქვია. აი ესეთი ხრეში მარილი აუცილებლად აი ესეთი ხრეში მარილი ჯობია. აი ფერი ესე ლამაზად მოყრა ხრეში მარილის. სადაც ეგარ. ოპა. ეხლა გავამზადოთ ჩვენი ჯიგარი ცეცხლიც. და რა არის იცი? წალამი ხო თითქოს როგორც სასწაულის სიმხურვალე აქვს რა, სასწაული რა. ხო, კი. ხო, ეგრეც არ არის, რომ რაღაცა იმას ინარჩუნებს რა ტემპერატურას რა. არა, რა თქმა უნდა. აბა ეხლა უკვე შო, გადავედით თავარზე. დალაგებაზე ეს კაბაბი არ არის, ამას ამოწევა ის არ უნდა, ძალიან დიდი ცეცხლი არ ჭირდება. და ესე ლამაზად უნდა დავალაგოთ. აი ვინაიდან აი წალამს ესეთი ძალა აქვს, როგორც ღორს ამასაც ესე ღორის წვაც ჭირდება ტრიალი. ტრიალი რომ ერთი ადგილიდან არ შეგვეწვას ძალიან. ეს ცხიმი რაც აქვს, უკვე მიცემს მას საშუალებას, რომ იმას ხნას რა ქვია. იყოს კარგი და ემრიელი ძალიან. ცხიმი ბევრი არ ჩაეწვეთო შიგნით. ნაკვერჩხალზე და იტრიალოს ზედ რა. აი ეს აბა მივედით კულმინაციამდე ჩემო. აბა რა. ჩემო გაუშალოთ ერთი, გაუშალოთ. ხო. ეხლა არიცის მაყურებელმა რა სურნელი ტრიალებს რა, რა სურნელი ტრიალებს რა. ეს. იცი რა ღვინის, მწვადის, ჭაჭის, რაღაცას ღაპარი რა. ესე და აბა ეხლა გადავედით მთავარზე. გავტეხოთ, არც უნდა გატეხვა, ნახე ესე გადმოვკეცოთ. აბა წავედით, მთავარი, ნახე, აი როგორი ფერის გამოვიდა, როგორი ფერის. აი, ოქროსფერი იდეალურია რა. აი და ესე ჩემო ირაკლი. იუველირი ხარ რა, აი გამოიყვანე რა. აი ესე ჩემო ირაკლი. ერთი შაში უნდა იყოს მეთქი, ხო? ესეც ვაი. არა უშავს მოიცადე. ჩიკასილია ახლა მოვა ისიც როგორ გაიგებს სუნზე. ესეც ასე. ეს პატარა თონის პურებიც ნახე რა მოუხდა გადმოგებასთვის. ხო, ნუ სპეციალურად მაგისტრის დამზადდა, ხო? იულია გადმოსაღებად. სპეციალურად მაგისტრის დამზადდა. ესეც 4.
ესეც ხო. შაში უნდა ეს სული მაქვს რა გემო ექნება რა. აი ნახავ ზუსტად გემოსაც. სატრაბახს არ დავიწყებ, მაგრამ ვიცი რომ კარგი რაღაცა მე ბევრჯერ მაქვს ნაგემი და ზუსტად ვიცი რა იქნება რა. აი არ იქნება ის მარილი მააყარე და მაინც კაი იქნება, ვიცი ხო. არა, აი ნახავ როგორი იქნება ესე. შენ ხო იცი როგორ არის მას ხაშლამის ნაჭერსო ნივაში ცვლიდენო რა. ნივაში ხო წარმოგიდგენ. აი ეს ახლა გასაცვლელია დამიჯერე ნივას ვერ გეტყვი, მაგრამ კაი მერსედესში კი უნდა გაიცვალოს ახლა ესა რა. კაი მერსედესში კი უნდა გაიცვალოს და ეხლა მაგას აი ნახე, აი შეხედე ძმაო, შეხედე. იდეალური. თიმთიმებს და ამას რა უნდა ეხლა? რა უნდა? მაგას უნდა პეტნატი მოუხდება. პეტნატი, აბა, პეტნატი. გავხსნათ პეტნატი რა. მიდი ერთი, თანხოიც უნდა. დავაბათქონოთ. უნდა დაიძახოს. აჰა. ამას უნდა. არ ქნა კაცო. ბუტკ არ ქნა, მაგრამ არა უშავს. ნახე, ბუტკ. არ ქნა, მაგრამ აი აქ იზავს, აქ იზავს. აი მან დიზამს. ესე იგი აჩი, აქ არა გვაქვს ჩვენ. ეს მწვანე პეტნატია? არა, ეს არის ჩინებული. ჩინებულია. მარტო ჩინებული. მოდი ჯერაბა ერთი გაგვისინჯე მწვადი, გითხარი როგორია? აუცილებლად. მწვადი გითხარი როგორია? ვახ. ეს აუცილებლად. მართლა ძალიან მაგარი არომატი ტრიალებს ხალხო. ნახე რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ ბილი უნდა იყოს რა და ქათმის მწვადი უნდა იყოს ბილი. არ უნდა იყოს ის, რა ქვია, მაგარი და. რა ვეგარი რა? აუ მართლა ძალიან გემრიელია რა. ყოჩაღს მოვსაღო. ოდნავად ჭირდება ზუსტად ის კარაქის ცხიმი რომ შეიწვეს და გამოვიდეს კაი თორე. რომ ამბობენ ხოლმე რა არ გამოვიდა. ასეთი ვერ იყო ესეთი. კიდე უნდა გავსინჯო ვერ გავჩერდა. კიდე კი არა, რამდენიც გაგეხარდება, ზუსტად მაგისთვის არის. მოდი ვთქვათ, ახლა კულინარიაში რა ხდება რა. ზუსტად არის შემწვარი, არც მეტი, არც ნაკლები. აი, ზუსტად გადმოიღე და ეს არის პროფესიონალიზმი რა. მაგაშია საქმე, ჩვენ კიდე ერთი ცუდი რამე გვჭირს ხოლმე ხანდახან, ჩვენ ძალიან ბევრი მაგარი კერძი გვაქვს. ან ვაკნინებთ ხოლმე ჩვენ თავს, ან აუყავს რაღაც იმაზე რა, აპოთეოზის დონეზე რა და ეხლა რა არის კიდე ერთხელ, აი კახური პორმარილში მართლა ეგ არის. წვადი, ნაკვერჩხალი, სუფთად პირდაპირ შემწვარი. იგივე ხაშლამა, იქვე გაკეთებული. იგივე იმერული, მაგრამ ეხლა ჩვენც ხორცზე ვსაუბრობთ, იგივე არგენტინა, იგივე ამერიკა, იგივე ესპანეთი, ხო? სადაც ეს ხდება უკვე დამარინადება რაღაც აზიაში, ხო? ამათ თავისი ისა აქვთ რა. აი თავისი ისინი ჭირს და საჭიროა. ქათამს ვერ შეწვავ ისე როგორც ღორს რა. გამორიცხულია. ნუ არ იწვება რა. ქათამს ჭირდება ზუსტად, იმიტომ უშვებიან იმ соуსაც, იმასაც. აი ახლა შეიძლება ახლა რაღაცა ცოტა აბსურდი ვთქვა, მაგრამ ღორს არ ჩამოუვარდება რა. ძალიან გემრიელია რა. აი მართლა ხალხო სუპერ. მაგრამ ხემის აქვს, ისეც აქვს გზობა. აბა ქართულ კულინარიას გაუმარჯოს. ქართულ სტუმარ მასმინძლობას გაუმარჯოს, მეღვინეობას გაუმარჯოს, ჯიგარს გაუმარჯოს, სიყვარულს გაუმარჯოს და აი ყველაფერს აი ამას გაუმარჯოს რა. ქართულს გაუმარჯოს ცოტა ამერიკულად დამზადებული, მაგრამ მაინც ქართულს. ეს კოჰაბიტაციაა. შვენიერი რა. კოჰაბიტაცია. ხო, ძალიან გემრიელია რა. ყველას გაუმარჯოს, მართლა ვინც გიყურებს, ჩემ ირაკლი, აქვე მინდა უთხრა ჩემს გამომწერებს ყველას, მადლობა. რამოდენიმე ის იყო თიკნის იმას თუ გააკეთებთ და მართლა შევეცდები, უბრალოდ თიკანი გახადეს შემოძმებო, რავი, მანქანის ფასი გახადეს 500 ლარი უნდა რომ თიკანი იყიდო. რა, მართლა რაღაცას 60-50 ლარზე ნაკლებ ვერ იყიდი და თან რა არის, ხეცი თიკანს თუ ყიდლობ თლიანი უნდა იყიდო რა. გამსადო და დაინახო და მოცოცხალი იყო და კარგი იყო და რაღაცა იყო ხო და დიდი მადლობა რომ ესე დაწერეს, კიდე დაწერეთ. შეიძლება მეორე გადაცემაში არა, მაგრამ იცოდეთ რომ თიკანიც, გასეტრინის რულეტი, ყველაფერი რაც თქვენ დაწერეთ, ნელ-ნელა ყველაფერს შემოგთავაზებ და აქვე მინდა გითხრათ, ვისაც კარგი ღვინო გინდათ, ნატურალური ღვინო გინდათ, ქვევრის ღვინო გინდათ, ხო? აგერ არის ჩვენი ძმა, ჩვენი ირაკლი, აქვე ავჭალაში შორს წასვლა არ მოგიწევთ. ნომერს მე კომენტარებში ქვემოთ აუცილებლად დავდებ და
შეგიძლია წინასთან დაურეკოთ, დაჯავშნოთ, გაიხარეთ ჩემო კარგო. გაესაუბროთ მას და ყველა თუ აქვს რაც აქვს მას, ყველაფერს ადამიანურს, კაცურს, გემრიელს. ჩემო აჩიკო. ის ღვინოს არ აკეთებს, ღვინოს წურავს, ერთ კომენტ ამას. მე კაი ღვინოს ვაკეთებ ხო და მე ვთხარი ხო, ეს უკვე კაი ღვინოს ვაკეთებ. აჩი, აი, სხვათა შორის. ეხლა აი როგორ რესტორანში უნდა მოხდე რომ ეს ყველაფერი მიიღო რა. აი გემო აქვს აი ამ გარემოში, აი ამ ყველაფერს. ნუ საერთოდ რა არის, იცი? არის ბუნება, რაღაცა ეს ღვინო, ცოტა ჰაერი, ეს არის აუცილებელი. ვიდრე სადღაც ლაპარაკი არ კარგია. შეიძლება ჩემს ვთქვიათ, რომ აი რესტორანს რამე სხვა გააკეთებ. მე არც ერთ რესტორანში ვერ შევდაწყობ როგორ მივაყენებ, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას და ბევრი მუშაობა და ყველაფერი და ოღონდ კაი გააკეთონ, მაგრამ ნახე რა არის, როდესაც აი ამ გემოს ვერ შეიკრიბო. არა, ნახე როგორი თემა, მარტივი თემა. გამოკითხვა ჩატარდა კაც სოფლიოში და ბებიას გაკეთებული საჭმელი ყოველთვის შვილიშვილს მოსწონთ უფრო ვიდრე დედის წარმოიდგინე რატო? იმიტომ რომ არასდროს ბებიას არ ეჩქარება. არასდროს არ უნდა რომ ეჩქარა, არა უშავს, მოიცდის, სკოლა მოიცდის, ხო და ანუ რა არის იცი? გულს და სულს როდებდა. ეხლა რა იცი, კონვეირული სახით რო არის, ხო? ხო, იქ რაღაცა უნდა შეწვა. შაბლონურად იქ იკარგება ხარისხი რა. შამპური, 300 შამპური, ხო? როგორც ღვინო, ნახე, ძველად როდესაც საზიარებელი ღვინოები სპეციალურად სანამ წურავდნენ იქ საგალობლებს უკითხავდნენ, რაშია საქმე, რომ შენ როდესაც ეხა ის კაც კონვეირულად ასხავრო იქ ეხა ამერიკაში, იტალიაში, საფრანგეთში და უნდა დალიოს 10.000-მა და 100.000-მა კაცმა, ხო? ეს არის კი, იქ ნაღდი ყურძენია ყველაფერი. რატო ადამიანი ხორცი არ არის მარტო სულიცაა ხო? იმ სულის სიყვარულის ჩადება. აბა რა, აუცილებელია. ყველაფერში მოქმედებს და ასე რომ შემოკარგებო. მოგწერეთ როგორც გითხარით, კაბაბიც გავამზადეთ, ხათმის სვადიც გავამზადეთ, თიკანსაც გავამზადეთ, ასეტრინასაც გავამზადეთ. კიდე მოგწერეთ, რასაც ფიქრობ და როგორც ყოველთვის. გამოიწვენ და კისერი, აბატონო ჩემი. აბა, გაგიმარჯვეთ, გაიხარით. ყველა შენ გამომწერს. გახსნა ვერ ქონდა ისეთი. თორე გემო ძალიან გემრიელია სხვათა შორის. ხო, რაღაცა ის არ ქონდა რა. არ დაიბუთხა, ხო? აბა გაიხარეთ, შემოკარგებო. შემოგევლეთ და იხარით იბედნიერეთ.